ირანში რა ხდება ახლა? რუბიოს განცხადება იყო ამ მოლაპარაკებებამდე, მაგრამ აი გამოხატავს ამერიკა რას ითხოვს და ნუ ირანი რას არ თანხმდება. აი მოусვენთ რუბიოს განცხადებას და დავაკომენტარებთ. ისინი ცდილობენ შექმნან კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები. მაგალითად, თქვენ ნახეთ, როგორც სადეს თანამგზავრების კოსმოსში გაშვება. ისინი იმ გზას ადგანან, რომელიც საბოლოოდ მათ საშუალებას მისცემს განავითარონ იარაღი, რომელსაც შეეძლება მიაღწიოს ამერიკის კონტინენტს. მათ უკვე აქვთ იარაღი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ევროპის დიდ ნაწილს. ეს დღეს რეალობაა. მათ დაუწესდათ სანქციები, მათი ეკონომიკა ნგრევას განიცდის, ხალხი იტანჯება და როგორღაც მაინც პოულობენ ფინანსებს, რომ ყოველ წელს უფრო ძლიერ და უფრო დიდი შესაძლებლობის მქონე რაკეტებში დააბანდონ. ეს დაუძლეველი საფრთხეა. საბოლოოდ, მოგვიწევს საუბარი არა მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე, არამედ სხვა საკითხებზეც. თუმცა, თუ ბირთვულ პროგრამაზე პროგრესსაც კი ვერ მივაღწევთ, მაშინ ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით წინსვლა კიდევ უფრო რთული იქნება. თუ მართლაც დაინტერესებული ხართ, რომ გქონდეთ მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ისე, როგორც ამას მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა აკეთებს. მათ აქვთ მიწის ზედა რეაქტორები და საწყობს იმპორტით იღებენ. ჩვენ უკვე გვაქვს მსგავსი მოდელების შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყნისთვის. თუ მათი რეალური მიზანი ენერგიაა, შეუძლიათ გამოიყენონ მცირე მოდულური რეაქტორები, ანუ ტექნოლოგია, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომი და განხორციელებადია მრავალი ქვეყნისთვის. მაგრამ როცა ამბობთ, ჩვენ გვინდა ურანის გამდიდრება და გვინდა გამდიდრება ღრმად, მიწის ქვეშ და თან წარსულში გქონდათ ურანის 20 და 60%-მდე გამდიდრების ისტორია. ამას ემატება რაკეტების განვითარება, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ ქობინების გადატანა. ეს არ გავს იმ ქვეყნის ქცევას, რომელსაც იარაღის შექმნა არ აინტერესებს. მოკლე შინაარსი არის, რომ დაყარეთ იარაღი და გამოდით თუ რაღაც. ანუ მოკლე შინაარსი არის, მოთხოვნა არის შემდეგი. ბირთვული იარაღის, არა, ნახე და ჩამოყალიბე. აი, ნახე, მან მნიშვნელოვანია, ის კი არა მარტო რომ საიარაღო ურანი არ ქონდეს, საერთოდ ურანის გამდიდრებას თავი დაანებეთ ერთი და ვაფშე ბალისტიკური რაკეტები კი არსად, რაკეტები აღარ, ეგ როგორ არის, აი, იარაღი ჩააბარე რა. ანუ რომა რო უთხრა კართაგენს, იარაღი ჩააბარე და დავზავდეთ და რო ჩააბარებინა იარაღი მონებად გაყიდეს მთელი კართაგენი და მიწას დაანგრიეს და მარილი მოაყარეს. მარილი მოაყარეს, ხო? ნუ დაახლოებით ეგ სცენარზე არის მიწოლა. მიწოლა არის შემდეგი. ახლა რუბიომ რაც ჩამოაყალიბა, ეს უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის შეთანხმებადი სცენარი, უბრალოდ ამერიკა რა მოთხოვნასაც აყენებს და ნუ ისრაელის ეს მკაცრი მოთხოვნა, რომ ესენი უნდა შესრულდესო და ამერიკა დავაზუსტებ, ისრაელის მოთხოვნაა, რომ ირანს არ უნდა გქონდეს ისეთი რაკეტა, რომელიც ისრაელს წვდება. ხო. იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელს აქვს რაკეტა, რომელიც ირანს წვდება. ეგ ისრაელის მხრიდან გასაგები ბუნებრივი ინტერესია, ოღონდ ირანისთვის ეგ ცუდად დამთავრდება გასაგები მიზეზების გამო. კი და ამერიკა, თქვათ აქ რუბიომ რაც ჩამოაყალიბა, რომ ისეთ ბალისტიკურ რაკეტებს აპირებენ გააკეთონ, რომ ჩვენ მოგწვდესო, ხო? ნუ ირანის პასუხია, რომ მასეც არ ვცდილობთ და ჯერ არ გვაქვს მაგისი ახლოსაც კი მაგის შანსი, რომ იქ მივწვდეთ ეს ამერიკის ტერიტორიამდე და არც ვცდილობთ ჩვენ უბრალოდ რეგიონში გვინდა უსაფრთხოება. ჩამოყალიბებული მოთხოვნების შემდეგი შინაარსიც არის. ბირთვული იარაღის წარმოებაზე თქვი თუ არის, ანუ ურანის იმ პროცენტით გამდიდრებაზე თქვი თუ არის, რომ ბირთვული არა, ვაგრძელი, მან დარჩენდება. ერთი, ბირთვული იარაღის წარმოებაზე თქვი თუ არის. მეორე, საერთოდ ყველანაირი პროცენტით ურანის გამდიდრებაზე, ანუ სამოქალაქო მიზნებისთვის. რაც გაქვს ჩვენ მოგვეცით. ხო, არა, ჯერ გამდიდრებაზე თქვი თუ არის, რაც უკვე გამდიდრებული გაქვთ ეგ ჩვენ მოგვეცით. და ასევე ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზე თქვი თუ არის. ანუ ეგ ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ირანს ისე დაარტყავენ, რომ ის ვერანაირი პასუხის დაბრუნების შესაძლებლობა მქონე ვერ იქნება და შესაბამისად ეს დარტყმები იქნება რაღაცა ხშირი, აი გამუდმებული, სანამ არ ჩამოშლიან. ეხლა ირანს ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი აქვს შემდეგი, რაც წინააღმდა აჩვენა, რომ დაარტყავს ამერიკა და ისრაელი. ირანს შეუძლია დარტყმა დაუბრუნოს ნუ ამერიკის ბაზებს ერთი, მაგრამ ისრაელს ამერიკის ბაზებს ასევე და ისრაელს მიაყენოს ისეთი სარაკეტო დაზიანებები, რომ
ცალკარში თამაში აღარ გამოვიდეს. ხას აღარ იყოს ეგ გაგრძელება და ამიტომ ამითი გააჩეროს, აი მაგალითად წინა ომიც, იმიტომ დაჩქარდა წინა რაღაცა მორიგებამდე მიყვანა, რომ ნუ ხა გახვრიტა ისრაელის საჰაერო თავდაცვა ირანმაც, მიდიოდა დარტყმები, ეკონომიკა ზიანდებოდა და ნუ ხა რამდენი ხანი შეიძლება გააგრძელდეს, ვერც ირანი ჩამოიშლება, კი დააზიანებ, არა შენც დაზიანდები და ეს დიდი ხანი რომ გააგრძელდეს, აღარ გიღიც. აი ეს აღარ უნდა იყოს მოხერხებადი, ამას ითხოვს ამერიკა, ამაზე არ თანხდება ირანი. იმხელა კონცენტრაცია მოხდა ირანის საზღვრებთან, რომ ნუ ძალიან დიდია იმისი ალბათობა, რომ ესე ხა, კაი არაფერი არ გამოვიდა და წავედით სახლში, არის დიდი დაზიანება. ეგ კონცენტრაციაც ჯერ დიდ ძვირიჭდი. ძალიან ძროხი. 120 მილიონი დოლარი დღეში. უბრალოდ ცოტა ეჭვი მეპარება რა შედეგი დაიდება. მე მგონია რომ ირანი გაუძლებს ამ შეტევას აი განვითარების თვალსაზრისით თუ ომი დაიწყება, მაგ თვალსაზრისით მე უფრო ვიხრები რომ ირანი გაუძლებს. სანამ ინფრასტრუქტურას გაუნადგურებს. არა, დარტყმას მიაყენებენ ცხად. ისიც მიაყენებს აქეთ კაცო, ისრაელის დაბომბვა. სანამ